მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამარჯობა. გრძელდება ჩვენი გადაცემა, რომელსაც ქვია სამი და კო და ერთი ძალიან ნიჭიერი განათლებული უცხო სიტყვათა კონაში გარკვეული ქალბატონის სტატუსით, რა თქმა უნდა. საკუთარ თავსაც რო აჯობებ ხოლმე, ხო იცი ესეთი ხოლმე. ნანუკა ჟორჟოლიას სტატუსი ხანდახან მინდება ირაკლი კობახიძეს უკრაინელი ბებოების გამომცხარი ვეზელები ვაჭამო. აი მაგალითად დღეს ვაჭმევდი დიდი სიამოვნებით. ვინც არ იცის ეს ცნობილი, ასე ვთქვათ, ბაიკაა, რომ უკრაინელმა ბებოებმა რუსებს აჭამეს ვეზელი და მოკლეს. მოწამული ვეზელი. მოწამული ვეზელი, ხო და აი ესე პირდაპირ ნანუკა ჟორჟოლიას უნდა რომ მოკვდეს კი, მე თუ ნახე შენ ეგ ხო პოსტივის გვერდზე ხო დაიდო ეგ რო ნანუკა ჟორჟოლიანის ამ სურვილების პროექცირება ხო და მე ნანუკა ჟორჟოლიანმა დააშიარა პოსტივზე ეგ დადებული ხო და უარყო ფაქტიურად რომ ანუ ამათო როგორ უკრითო რომ ანუ ეს დასკვნა გამოიტანეს გავუშვით თუ შეიძლება ჩაუწერე აჰა ამათ ანალიტიკას დაასკრიტმა ჩიტმა შენ მე სტატუსი მეწერა მაგაზე, ანუ შენ ძალიან კარგად თქვი ეფემიზმებით, რომ უარყო. არა, დაასკრიტნა ჩიტმა. ანუ ეგ როგორი რაღაცა იცი? წარმოიდგინე, ვიღაცისადმი, ხო, რო თქვა რომ მინდა რომ მოკვდეს და ჩაძაღლდეს, ანუ პუტინზე ამბობენ, მაგრამ სხვაზე რთულია რა, ქართველზე მithumetes ეგეთი რაღაცა რა. და დანუკა იმის მაგურად რო თქვას, რომ რეალურად რაც უნდა იმ სიტყვებით, რომლითაც უნდა, იყენებს ამ რაღაც ალუზიურ შედარებას, ხო? რომ სადაც თვითონ გამოდის ესე კეთილი უკრაინელი ბებო, რომელიც წამლავს ბოროტ რუსის ჯარისკაცს ირაკლი კობახიძეს. აუ ეგრე გვილაგებს, ხო საკეს და შემდეგ როცა ამბობ რომ ხო აი ნანუკა ჟორჟოლიანის ეს სტატუსი ნიშნავს იმას რომ მას უნდა ირაკლი სირცხული მე არის რომ ჩიტმა დაასკრიტა ამათ ანალიტიკას. ანუ რა გამოდის აბა სხვანაირად. ანუ შენ რო თქვა რომ აი მე მინდა ნათლია ხო გაქვს ნანახი ნათლია ფილმი ნათლია ძალიან კარგი მესამე სერიაში როგორც პერსონაჟის სახელი სამწუხაროდ აღარ მახსოვს მაიკლის დარო კლავს ლოჟაში შოკოლადს მივუწევს კონი იმ კაცის სახელი არ მახსოვს კონი მახსოვს ну მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს თავისი ის არის ნათლია ეს კაცი და უნდა ჩამოაშოროს ვიტყვი რომ ოჯახის საფრთხეა ოჯახისთვის, ორდონის ოჯახის საფრთხეა, მის საყვარელ შოკოლადს გაუძროს და ამ სტატუსი რო დაწერო, მე აი მაგ დიდი სიამოვნებით მაგ შოკოლადს ვაჭმევდი და ამ სცენას გავეთამაშებდი ვიღაცა ნაცზე რა. და ნაცებმა რო თქვა, რომ ხო, ანუ ბაზარი არა, ეს უბრალოდ შოკოლადის ჭამაზე არის და აქ არაფერი არ გამჟღავნებულა სურვილი რომ უნდა რომ ვიღაცა მოკვდეს. არა, ან უფრო ნანუკა ვერ გაიგებს ასმოვ, მაგრამ ის ფილმიც ალბათ არ აქვს, მაგრამ აი რაც რომეომ დალია ყველაზე რომანტიკულ ღამეს იმას დავალებინებდი გასიტყვი ბიჭო ძალიან ცუდი სურვილებია აა ვიცი რა უნდა ვთქვა არა მოდი ესე ვთქვა რა ნუ ეს აბსოლუტური სისტერე რო არის იქიდან უკუნის სიბნელე რომ მოდის და აი ხო იცი სარდაფში რო ჩახვალ და უკუნის სიბნელეა და თან ქარი რო უბერავს და ნესლის სული რო მოდის დაახლოებით ხო და ეგ არის ეგ მოდის ამ დივისგან, მაგრამ დივასგან, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. სერიოზულად შეიძლება აღიქვა ესა? აი ამ გვარი გამონათქვა. და დავიჭირო. არა, აი რომ გაბრაზდე, აღსკობდე. დაამუნათო. არის ნანუკას ისეთი არაფერი არ უთქვია. აი ბნელი სარდაფი შეიძლება რამეში დაადანაშაულო? ემბი აი ვაკუუმი რო არის მესმის, ხო. აქ მნიშვნელოვანი კიდე ესა ნანუკას არაფერი ისეთი არ უთქვია. რაც როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ პრაქტიკაში არ განუხორციელებია, ხვდები? ანუ ამიტომ დანუკასგან ეს კი არ იყო მოვდეთ. მე უფრო მეტად გავღიზიანდი არა, მაგრამ მითითება მომინდა იმაზე, რომ მე არ შემხვდა არც ერთი Facebook-ზე ლიბერალად პოზიციონირებული ადამიანი, რომელიც ამას თუნდაც იმ ჰუმანური მიზნებით, რომელთაც ამბობდა, რომ სააკაშვილი როგორ შეიძლება რომ ციხეში იყოს, მაგას ხო ჰუმანიზმით აპრავებდნენ ესენ, რომ ანუ ეს არაჰუმანური არის, როგორც ექცევიან და რაღაცა. არაჰუმანური არის სააკაშვილზე დაჟე დაცინვა, იმიტომ რომ ჩვენ ჯერა რომ შიმშილობს და თქვენ რომ დაცინეთ რომ არ შიმშილობს, ეს არაჰუმანურია. ანუ ეგ ადამიანები არ იმჩნევენ.
არა, პირიქით დაჟე აჰაჰავებენ, იმიტომ რომ მე ვიღაცებს გადავხდი. ეგ ხო ჩვენ ორმაგი სტანდარტი აქაური ლიბერალებს შევიათ, რომ გვარამიას მაგალითად შეუძლია ქალი ცემოს და სხვა შეუძლია ქალს უბრალოდ უხამსი რაღაცა უთხრას და იმას დასაჭირისებით ემუქრებიან, გვარამიას ახლა თვითონ უნდა ემუქრო. ხაზო მე არ მახსოვს ერთი გოგონა იყო თუ არ ვცდები ერთი გოგოა რა, უცხოების სიმღერა იწყება. პრინციპში განსაკუთრებით ან ისედაც საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ თავი დაგვამახსოვრა თუ არ ვცდები კარგი ინგლისური პრონანსით ახალგაზრდა გაეროს იმაზე რომ გამოვიდა. რომელზეც უხამსი კომენტარი დაწერა. მე მახსოვს კორკოტა რო არის რა, კორკოტას მეგობარმა დაწერა. ხო, კორკოტას მეგობარმა რაღაც შეაგინასავით რა, უბრალოდ უხამსი. ხო, არა, მე ვამბობ ნაწერის, ესე იგი ტექსტის мотиваცია არ იყო რაიმეს აღსრულება ამ პრაქტიკაში მოყვანა, არამედ მხოლოდ მეტაფორული და გინების მნიშვნელობა ჰქონდა და მასზე მე საქმე აღიძრა და მთელი ლიბერალური ნარატივი ჩაირთო, რომ აბა გაუპატიურებს მცდელობაო. დაწერა უნდა იმ კაცს. ხო, იჭერდნენ ხო თუ არ ვცდები. ხო რა, ნუ მოკლედ და მაშინ სერიოზულ ლიბერალურ ნარატივში ვიყავით გარკვეულწილად საჯარო სივრცე და გვარამიამ რომელმაც არ ვიცი ცემა ოღონდ ობიექტურად, ყველა კრიტერიუმით ცემა რა. აგინა საკეთება. ხო, აი ყველა კრიტერიუმით რო ცემად კვალიფიცირდება, ეგრე გააკეთა და გაუტარა ყველა. გაუტარა ყველა, ხო და ეგ არის აი ეთიკური რელატივიზმი ქვია მაგას და ეგ ძალიან პრობლემურია და მაგაზე ალბათ არსებობს ის შეფასება, ანუ ხო არსებობს ახსნა რატო ხდება რა ესე. და კიდევ უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვუყავ ტაბულას რო შეუძლია. ესე იგი ტაბულას შეუძლია რომ გაზპრომს მიყიდოს გადაცემა, მაგრამ შენ იანდექს ტაქსით თუ იმგზავრებ უკვე ოკუპანტის ხარდამჭერი ხარ და გუბერნიის ნაწილი და რაღაცა. ხო და ალბათ იმიტომ არის რომ ესე იგი ლიბერალური მსოფლმხედველობა ზოგადად ლიბერალური ნარატივი არ აღიარებს ესე იგი სხვას, ანუ ვინც ლიბერალი არ არის ის არ არის საკმარისი ადამიანი, ესე იგი რომელსაც გააჩნია ესე იგი საკმარისი ადამიანის უფლებები, საკმარისი ღირსება, საკმარისი მასზე შეიძლება განხორციელდეს. ჭადის სახელი დამავიწყდა. რუსი ლიბერალი ქალი რა პრინციპი. ხო, მეც დამავიწყდა, მაგრამ ხო, აღარ არის. გარდაიცვალა რუსი ლიბერალი ძალიან ცნობილი ქალი. რუსული ლიბერალიზმის დედა. ის ამბობდა, რომ პრავა, პანიატიე, ელიტარნე, ანუ უფლებები ყველას არ აქვს. უფლებები რო გქონდეს, შენ უნდა იყო ლიბერალი, შენ უნდა დაიმსახურო და უნდა მოიპოვეს უფლება. ბაჯორის ეს რა ქვია, ნუ ტოლერანტობის კრიტიკა როგორც იდეოლოგია რა, ეგეთი ტოლერანტობა როგორც იდეოლოგია ჟიჟექს აქვს ეგეთი სტატია, მაგრამ ეგ არ ახალია და მანამდე აკადემიურ სივრცეში ძალიან ხშირი იყო ამაზე საუბარი და ტოლერანტობას გააჩნია თავის პარადოქსი. შენ ხარ ტოლერანტული მანამ, სანამ ის არის, ესე იგი, ტოლერანტული, თორე ის თუ პრობლემას უქმნის ტოლერანტიზმს, შენ შეგიძლია ის გაანადგურო. ესე იგი, ამას თავის თავში გააჩნია პარადოქსი. და ეგ პრინციპი ხო ვრცელდება ჩვენ. ლიბერალური დემოკრატიის ფარისევლობა მთელი ძალით ნახეთ. მაშინ, როდესაც ალტინფოს დახურვას ითხოვენ, დახურვას და ამაზე პასუხი გაეცათ მათ და რაც რა თქმა უნდა კრემლის ნარატივად მონათლეს, იმიტომ რომ კობახიძე თქვა რომ თქვენ 100-ჯერ მეტ ზიანს აყენებთ ნაცემობრივ ალტინფო და მოკლედ ლიცენზია მაუწყებლობაზე, ხო? უნდა აუცილებლად გასცეს რაღაც ლიბერალურმა რუსოვკამ, რომ აი ლიცენზია გააგშენოს. შეგვიძლია იმაწყებლო და ვინც ასე არ მაუწყებლოს, ის უნდა დაიჭიროს. მაგრამ მაგას ეგ არის ზოგადად ესე იგი ლიბერალური ნარატივი, მაგრამ მაგას აქვს კიდე ქართული კონტექსტები, უცნაური. რომ იმ ლიბერალურ ნარატივში თუ ხარ შიგნით, იქაც გაკუფლება, რომ ამოვარდე ამ ლიბერალური ნარატივიდან. ნახე, ირაკლი კობახიძემ გარკვეულწილად თქვა, რომ ესე იგი ალტინფოზე ბევრად მეტ ზიანს აყენებთ თქვენ რა, საზოგადოებას და ეწევით პოლარიზაციას და პროპაგანდას რაღაცა სიგიჟებს. ომის პარტია და ჩვეულებრივი ომის პროვოკაციისგან მიგვათრევთ რა. და რა თქმა უნდა რომ ეგრეა, მაგრამ ამას კიდე რა ემატება, იცი? წმინდა იმის შეფასება, აი პოლიტკორექტულობას რო გავუყვეთ რა მარტო, აი წმინდა პოლიტკორექტულობის პრიზმაში. შალვა ნათელაშვილმა როდესაც თქვა, რომ
ესე იგი, ღარიბებს უნდა აუკრძალოთ ხმის მიცემის უფლება, იმიტომ რომ ბიძინა იმონიშვილი ამათ ყიდულობს და შესაბამისად ისინი ელექტორალურ გავლენას ახდენენ. კლასიკური აპარტეიდი რა. ხო, არ ვიცი, მე მგონია რომ აპარტეიდია, იცი რომ აი ხო რა, იმის იქით აღარ არის. 18-19 საუკუნის პრობლემა. როდეზია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა კი არა. როდეზია ისვენე. ხო, ანუ ეს არის აი რაღაცა ისეთი ნაცისტური თემა, რომ ახალი და რამე კი არა 50-დან 60-ემ 70-ემ და რამე კი არა, აი დასაწყისში რა მე-20 საუკუნის დასაწყისის გამონათქვამებს საერთოდ როგორ უნდა ხო და მაშინ ნუ ანალოგიურად შეიძლება მასეც გავრცელდეს და ასეთი ესე იგი მიმართულებითაც გავრცელდეს. მე იმაზე მინდოდა რა კომენტირება ბაჩომ რო თქვა რომ ესე იგი მართლა ადამიანი ნანუკა ჟორჟოლიანი ადამიანი არის. მაგრამ ტოვებს, მაგრამ დაბალ ორგანიზებული ადამიანი. არა, ადამიანი არის აუცილებლად. უბრალოდ დაბალ ორგანიზებული. ძალიან დიდი მსჯელობის შემდეგ ჩვენ ამაზე შევთანხმდით, მაგრამ მხატვრული სახე მისი არის მრუმე, ბნელი სარდაფი, საიდანაც საშიშად გიმძეს სიცარიე. კი, არა, ადამიანი. და ოდნავი აი სიო გიბერავს იქიდან რომ ეს ახლოს არის, ანუ ცოტა გაწუხებს რა და ანუ ნანუკაში რო იყურები, ნანუკაც გიყურება შენ. ნანუკა გიყურება. ნიჩიანო მიმართება. უბსკრულს შეკედე ისიც რო ყურებას გიწყებს. ეს ენა სალანძღავა ძალიან კაია, იმიტომ რომ არის პარაბოლების, ეფემიზმების, პარაბოლების ლიტერატურული თუ კინო ალუზიების ენა, იმიტომ რომ უცებ შენ შეგიძლია იპოვო ენა, რომელიც აი ამ ქართულ მედია, ასე ვთქვათ, დივებს და მედია ვარსკვლავს არ ესმით. ეგ დაახლოებით რა პრინციპია? ეს რაღაცა ჩინურიც არ არის, ვაფშე ვერ დაახლოებით რომელი პრინციპია? ეცე ბავშვი როა ოთახში და რო არ გინდა რომ გაიგოს შენ ნათქვამი და სხვა ენაზე რო ეუბნები, ან ინგლისურად ან რუსულად ან აი გრიგოლიაც ეგეთია, აი ეს ენა არ ესმის, იმიტომ რომ გუბას ჰქონდა მცდელობა მასთან კი, მეტაფორებით საუბარი და შეშადდაუნი დაემართა. რა საშინელებაა, როდესაც კი, ყველა ვარიანტში ნანუკა ადამიანად კვალიფიცირდება, უბრალოდ დაბალ ორგანიზებული და ბეწვის ხიდზე გადის სხვა შორის. ახლა დავამიწევს რომ ხო, ბეწვის ხიდზე გადის, შეიძლება ჩამოლაბორანტდეს და მე ხერხემლიანები. რა ჩამოდება? აი ჭკვიანი ლაბრადორი. ჩვენ ძალიან საინტერესო ხო და რაზე ვამბობდი რა რომ ტიპმა პირდაპირ ბიჭო ეგეთი არაეთიკური როგორ შეიძლება იყოს თან ის ადამიანი რომელიც ამბობს რომ აუცი მიშა რომელიც არ შიმშილობდა ფაქტები უნახე რომ ფაფებს ჭამდა ყველაფერი და მაგაზე დავიწყეთ ნუ ცინიკური კომენტარების გაკეთება ამბობდა რომ ეს არის ყოველად არაეთიკური ყველა ზღვარს ცდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არის პოლიტიკურ ფიგურაზე რა მნიშვნელობა აქვს ხა ესეთ განსხვავებული პოზიციაც რო აქვს ხო არ არის რა ხა ეგ საქართველოს მოქალაქეები არის ხო ქართველებზეა საუბარი წერო მინდა რომ მოიწამლოსო და მოკვდესო რა ოღონდ ამას ვერ ძმალავ გესმის რა ვიცი ჩვენ ვამზადებთ ძალიან საინტერესო რეპორტაჟს პარლამენტიდან ჩვენი თანამშრომელი გუნდის წევრი გურანდა ბილიხოძე გახლდათ იქ და ძალიან საინტერესო შეკითხვა დასვა და ამ მასზე გაცემული ამ შეკითხვაზე გაცემული პასუხებით ავკინძავთ დიდი გადაცემისთვის სიუჟეტს, მაგრამ მან მოახერხა ამასთან ერთად გასაუბრებოდა ქალბატონ ჩარკვიანს. ქალბატონ ჩარკვიანი არის მე უფრო ის მევასება ისეთი სიზმრები რო აქვს ფროიდის 64. ხეიზე. ნატო ფროიდის 64-ა. უბრალოდ ისეთ სიზმრებია, რომ აი, ნუ ფსიქოდელიური. მელიას თავი როგორც გრაალი. 10 წელი არც 100 დისერტაციას ეყოფოდა. მელიას თავი როგორც გრაალი. 100 დისერტაციას ეყოფოდა ეს ისა რა ქვია. მაგრამ ეს კალით ძალიან საინტერესოა და მოდი ჩვენ ესე იგი შევეცადოთ რომ გაუშვათ და ნახოთ როგორც რა საუბარი შედგა. ჩემს ძალიან საინტერესო საუბარი. მე ვფიქრობ რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი. მე ვთვლი რომ მე გადავხედე მაქსიმალურად რის შესაძლებლობაც მქონდა
ზუსტად იმ საქმეებს გადავხედე, რასაც მე ვაპროტესტებდი. დიახ, მე მახსოვს, რომ თქვენ აქტიურად აპროტესტებდით გირგულიანის საქმე, რობაქიძის საქმე. თქვენ ზუსტად იცით გირგულიანის საქმეში რა ხდება? არ არის იცით იქ პირდაპირი, არ იკვეთება მისი პირდაპირი ჩართვა, მაგრამ მესამე პრეზიდენტის პირდაპირი დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება ხალხო. სარეაბილიტაციოდ გაუშვან ეს ადამიანი. გაუშვან იქნებ სიმშვიდე დასადგურდეს და დავილაპარაკოთ ადამიანებმა ერთმანეთში ხალხო. თუ ჩვენ მოვინდომებთ აღდგენას ნამდვილად სამართლებრივი ჭრილში 90-იანებშიც მოგვიწევს გადასვლა. ფრიად ცუდი ამბები იყო იმ 90-იანებში, ორივე მხარეს მაგრად შეგვეშალა. რუსეთზე მომუშავე რგოლები ახსენებდა. აი მაგალითად კობა ნაყოფია, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს. რაც შეეხება ბატონ კობა ნაყოფიას პასპორტს, მართლა არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ, მე ბატონ კობას ვესაუბრე და აბსოლუტურად უგულებელ ყომს გავსი არაფერი არ აი გაჩვენებთ, აი 2023 წლამდე. 23 წლამდე. ვერ გეტყვით, ნამდვილად მე ვიცი ხოლმე თქვა საქმის კურსში როცა ვარ და რა ვიცი, ეხა 2008 წლის ომიდან დაწყებული ბატონი კობა მახსოვს სულ მოწინააღმდეგეთ. მაგრამ გაიქცა, როცა 2008 წლის ომი დაიწყო. სიაში იყო. მე ნამდვილად არ მსგავსი, აი გეფიცებით არ მსმენი, აი გულწრფელად გეუბნებით, არასდროს არ იმ გამიგია. სიაში იყო, ვინც გაიქცა 2008 წლის ომის დროს. ესე იცით ჭორის დონეზე, ხო იცით რომ იციან ხოლმე სიების დადება და მე აღმოჩნდება რომ ეს არ არის მასე სააკაშვილზე ამბობდნენ რომ ბიჭო, შედარებით მეჩვენება და თუ არ არის ბა გურანდასთან, გურანdas ეფექტია თუ არ არის ბა კონსტრუქციულობას ცდილობს? ესეთი წყნარი და არ ვეღარ რას ნიშნავს რუსული პასპორტი ვინა რუსი რაღაც ეგრე რატო არა? არა, უყურე როგორ არის, გურანდა შვიდად რატო ელაპარაკება? საზარელი რაღაცა თქვა. კი, სანამ მან მოვალთ, მაგით მანამ გირგულიანის საქმე, მე მეგობრებო, ვინც არიცით, შეგახსენებთ რომ შეწყალების გამო კი არ დაიწინეს ბოროტიჩიტი. სააკაშვილმა წინასწარ გასცა დამნაშავეს პირობა, რომ თუ ის არ მოყვებოდა სიმართლეს, მას შეიწყალებდა. ანუ ეს შეწყალების უფლების გამო კი არ სჯიან, არამედ თავისი კონსტიტუციური უფლება ბოროტად გამოიყენა და მისცა დამნაშავეს გარანტიები საჯელის შემსუბუქებისა, რითაც მართლმსაჯულების ასრულებაში ხელი შეუშალა. და ეხლა ხო ხვდებით არა, გირგულიანის საქმე არის, აი მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ისეთ საქმე, რომელზეც წყალი რო არ გაუვადა, სხვა შორის მიშას ისტერიკები გახსოვს? რა გირგულიანი, ის გირგულიანი ყოველთვის აი აძაგძაგებს რა, ამაზე, რომ ადეკვატური პასუხი არ აქვს რა. ხო და აი ამას ეხლა ეს ქალბატონი რო იტყოდა ეხლა, ხო? გაუპატიურებულ ბიჭებზე ლაპარაკობდა, გვაქვს ეს დაწყვეტი 2012 წელს სოფელ დადიოდა. ღმერთმა ხელი მოუმართა სადაც ესეთი პერიცვალება არ არის კარგი. აი გუბაზიზაცია თქო და ჩემი თეორია, რომელსაც კარგად ჯერ სახელდებას ვერ უძებნი და ვერ ხსნი, ხო? მე პრინციპში იმას ვამბობ, რომ მთელი ოპოზიცია გუბაზიზაციას განიცდის, უბრალოდ გუბაზია განსაკუთრებით გამოკვეთილი თორემ ნანუკა ჟორჟოლიანმა ადამიანი რომელიც ამბობდა, რომ საქართველოს წაშლა იქნება რუკიდან საუმეზუროებიშვილი თუ პრეზიდენტი გახდა და კვერცხები უნდა ვესროლოთ და არ ვიცი ყოვლად არაეთიკურად მოიხსენიებდა საუმეზუროებიშვილს, როდესაც სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა, ბოლოს მადლობა გადაუხადა და ესეთი ფერიცვალება ზოგადად გუბაზიზაციაა მეთქი რა, მაგრამ მაინც და მაინც გუბაზზე გამოდის უფრო აქცენტი, რომ უფრო სასაცილო და საყვარელია. გუბას ვერავინ შეიძლება სხვა შორის ამას ისეთი ეპატაჟით აკეთებს, რომ ხანდახან რა თქმა უნდა საცემია, მაგრამ ძირითადად სასაცილოა. სხვა შორის ჩვენ გვაქვს ჩაწერილი გუბასთან გასაუბრება, აი ესეთ ანონს გავაკეთებ, მეც ვარ მოხსენებული გუბაზის მხრიდან. ანუ დაელოდეთ დიდ გადაცემას გუბაზი როგორც ყოველთვის არის. მოიცა ეგ დიდ გადაცემაში იქნება თუ ჩვენთან იქნება ყოველთვის. შეიძლება ჩვენთანაც იყოს. შეიძლება ჩვენთანაც იყოს, მაგრამ ის კითხვა რაზეც გურანდა მითხრა მე რომ ხვალ გექნებათ კოში. კი, რაზეც აწყობილია, ის იქნება დიდ გადაცემაში. და გუბაზზე ვითხრა რომ თქვენი ბრალი არისო რა, რომ მივედი ინტერვიუს ჩასაწერა და ძლივს ვიკავებდეს ის სულ თქვენი კომენტარები მახსენდება. მე მგონი რომ ყველა ეგრე უკვე გუბაზი რომ გამოჩნდება უკვე გეცინება რა. ლიფტი იღება პარლამენტის და სპეციალურად რამდენჯერმე უყურე ოდნავ მაინც თუ გვერდულად შედის.
და დავაფიქსირე მართლა დახეს კუთხე და დავაფიქსირე ასევე ისიც რომ ლიფტში რო შედის უცებ არ მიდის ლიფტი, იმიტომ რომ ჯერ დაფიქრდა რა. მარტო შევიდა, მაგრამ დაფიქრდა რა. ეს წავიყვანო თუ არა. ხო და ეს თაკოს პასუხი რა გურანდას კითხვაზე. ქალბატონი თაკოს რა თქმა უნდა. კითხვაზე პასუხს იწყებს იმით რომ მე გადავხედე ჩემს წარსულ განცხადებებს. და საქმეებსაც გადავხედე. კი, და გადავხედე საქმეს. თაკოს და გუბაზის кейსი ალბათ ყველაზე თვალსაჩინო არის იმის დასადასტურებლად და დამადასტურებლად, როგორც კი მიშას ფერხულში ებმები, ავტომატურად შენ გეკისრება ვალდებულება, რომ საკუთარ წარსულს და საკუთარ მყარ იდენტობას უღალატო. ანუ არც ერთ შემთხვევაში არ შეინარჩუნო ის და მაქსიმალურად წარსული შეცვალო და იდენტობა სიმყარე წაართვა. რაც არის გუბაზი, რომელიც ამობს, რომ როცა მიშას ლანძღავდი, ეს ლანძღვა არ არის და რაც არის ამ შემთხვევაში ქალბატონი ჩარკვიანის განცხადება, რომ მე საკუთარ წარსულს გადავხედე, საკუთარ წარსულს განცხადებს და თურმე ყველაფერი ეგრე არ ყოფილა. ბაჩო, ვაფშე არ გინდა ერთი-ორი სიტყვა ოსკარებზეც რო გითხრა, იმიტომ რომ იმ ხელა ამბები ატეხილი და არ უნდა გაგეკეთებინა კომენტარი რამე ფორმატში სამი და კოს ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფერზე გვილაპარაკია. უილ სმითის მიერ გადადგმული ნაბიჯი და ბოდიში შემდეგ, რომელიც გაჟღერდა უილ სმითის მიერ შეგახსენებთ რომ ერთ-ერთ კომიკოსს გვარი დამავიწყდა კრის როკი, რომელიც ძალიან ცნობილი კომიკოსია და ძალიან ცნობილი ფიგურაა ამერიკულ შოუ ბიზნესში. ჰქონდა უილ სმითის მეუღლეზე ხუმრობა, სადაც მან სრულიად მიუღებლად იხუმრა გამელოტებით დაავადებულ ქალზე, რომ თმის ვარცხნილობაზე იხუმრა, ხო? ავად არის ეს ქალი. ეს იმის სურვილი კი არ არის, რომ ესე იყოს მოკლედ თვით. არამედ ეს პრობლემაა სამედიცინო, რაზეც უილ სმითი ავიდა, ჰეპატაჟური იყო ეს ასლაც, სახეზე პადლეცი არტყა და შემდეგ რაც ყველაზე თავარია, უთხრა რომ შენი ბინძური პირიდან შენ ქსოლის სახელი აღარ გაჟღერდეს. ჩემი სახელი აღარ გაჟღერდეს. ნუ იმ პოლიტკორექტულ ამერიკაში, სადაც ესეთი რაღაცები ალბათ მე-19 საუკუნეში თუ ნახეს, გავშალოთ ეგ თემა? ხო, აუცილებელია, ხო. მე ჩემსას ვიტყვი რა. და მე შენს თქვი და მე ბაჩოს მოусმინეთ. იმ ამერიკაში ეს იყო შოკი. ეს იყო, იმიტომ რომ ეს ძალადობა დაგმეს. სხვაჩვენს მე აქ ვნახე ქართველი ლიბერალი გოგონების კომენტარები, რომელიც აგინებენ, გმობენ. კი, ხო და აგინებენ. ყველაზე მაგარი, არა, ფრაზა გრუზინს ეძახიან, ბიჭო, გრუზინულად მოიცავ. არ ვიცი, ახლა რა ვიცი, ალბათ ნებისმიერი ქალი, როდესაც მისი მეუღლე, მეგობარი მას იცავს შეურაცხყოფისგან. რაღაც შეიძლება არ იყოს ფორმით კმაყოფილი, მაგრამ რაღაცნაირად მოეწონება, ხო? მე დადგმული მგონია მაინც. ხო, შენ აგონე, შენ მოკლე კომენტარი გაკეთე, მონტაჟია მაგ მონტაჟი. ბიჭო, მგონია რომ დადგმულია. და ვის ჭირდებოდა? რეიტინგის ასაცევად. ხო, რა თქმა უნდა, ყურადღების მისაღწევად. ხო, მაგრამ თუ დადგმულზე გავყვებით ორი ხაზი, პოზიტიური ორი ხაზი რაც გამოიღო, მაგრამ შენ არ გონია რომ დადგმულია? ოსკარის რეიტინგი წინანდელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა ყურებადობის და კრის როკს ააქეხა ტურნე და ბილეთების გაყიდვა გაიზარდა საშინლად რა. ხო, მაგრამ მაშინ რომ მაგაზე მიცადა რომ მაგ წინანდელთან შედარებით 50%. არა, მე ელექტრასილდება, ხო? არა, არა, ეხლა კი. აი დღეს შევამოწმე რეიტინგები. კაი, დაუშვა. ორი მაგას ხო იცი რომ მე შეცდობით თუ ვიცი რაღაც თავს არ დავდო. არა, სატელევიზიო რეიტინგი, ყურებადობა. წელთან შედარებით ოსკარს აქვს. რამდენმა მილიონმა ადამიანმა უყურა. ეხლა. ყველა ისტორიულ მინიმუმ. არა, შარშანი იყო ისტორიული მინიმუმი. არა, ყურადღება მიიქცია ამ კაი, კონკრეტულ მოდი მე ხა მაგ თემას გავშლი, შენ ეგ თემა დასერჩე და მე მითხარი რომ ცდებო. ჩაგიგდებ თუ მიდი. მოკლედ მე ჩამიგდი და მე ბაჭვი. არა, ნაღდად. აი ამაში არის თავიდან ბოლომდე გური რა. ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ ეგზისტენციურ საკითხებზე და ხო, მაგრამ თავად ფეხებზე ვკიდე არა, ოღონდ ზუსტად ვიცი რომ სწორს ვამბობ და მაგიტოვაზე. არა, ამით მიიქცია ყურა, ამის ცდილობდი, იმიტომ რომ 2010 წლიდან არის დაღმასვლა რა, ოსკარების რეიტინგი. შენ ხო შენს დარწმუნებული ხარ? შენს ხო დარწმუნებული ხარ, ხო? მე ზუსტად 100 ლარიზე დანიზლავდით რა. დავაი. ხო.
აგერ მოწმე არის 10,000-ობით ადამიანი. დავით. მე არ მგონია რომ დადგმული არის, იმიტომ რომ პირველად არ ხუმრობს კრის როკი უილ სმითის ცოლზე და უილ სმითზე და პირველად არ ხუმრობს თან ოსკარის ცერემონიალის მართლა, მანამდეც იხუმრა, თან მანამდე უფრო მე მგონია რომ უფრო ვულგარულად იხუმრა მანამდე. იმიტომ რომ ჯანმრთელობას მოკლედ ან პრეისტორია რომ მოყვეთ უილ სმითი არ წარადგინეს ოსკარზე და უილ სმითის ცოლმა ბოიკოტი გამოუცხადა ოსკარებს. ეს ხდება ალბათ 2016 არის რა და წელი არ მახსოვს ზუსტად რა. და მაგ დროს გამოვიდა კრის როკი და თქვა რომ იგივე არისო ეხა მე რომ რიანასთან სექსზე ვთქვა უარიო რა ჯადამ როგორც თქვა ოსკარის მონაწილეობას უარიო რა ისედაც არავინ არ მეპატიჟებაო ანუ რიანა ამბობდა ოსკარსაც კიდეაო რა ისო ანუ ისეთ რაღაცებზე თქვა უარი რაზეც არც დაპატიჟებ ხო ანუ იმდენად არაფერი არ არისო ჩვენი კომიუნიტისთვის რომ ხო შეურაცხყოფა ეგა ანუ პიროვნული შეურაცხყოფა არის ეგეც და თუ უილ სმითი ისეთ სენსიტიურ კაცი არის რომ ამაზე თulis რომ ხელი უნდა დაარტყას მაშინ მანდაც უნდა რაღაცა ექნა ხო ეი ნახა ბოლო და ეთქვა რომ მეძბავ ჩემ ცოლზე ესეთ რაღაცები არ მომწონს თუ დააკვირდები კარგად ვიდეოს და თუ შეიძლება გავუშვით 58% from last year's historic low ხო, შარშანდელ ისტორიულ მინიმუმთან შედარებით 56%-ად გაზრდილი. 100 ვარ. მაგრამ მე იმას ვამბობდი რომ ესე იგი ოსკარი რა 2010 წლიდან ხო? ეგ ყველაფრის ყურებადობა ეგრე ეცემა, ეხლა მაგას ვერ იტყვი რომ ოსკარის ხარისხი არა ეს საკითხი ხო გავარკვიეთ. ხო, გააგეთ და მოიგე. არა, აი, მაგრამ ჩემი мотиваცია ის იყო რომ ესე იგი ამათ დაჭირდათ რაღაც გაკეთება. შარშანდელთან მიმართებაში ის იყო რომ კოვიდი ეს რაღაცა ჩაკეტილობა კომენდანტი ის და მოკლედ პრობლემა შეიქმნა რა მაგაზე. მაგრამ 2010 წლიდან რომ ესე მოდის 2010-დან არა 2010 ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად იკლებს ყოველ წლიურად ხო მაგრამ ეგ იმის ბრალი არ არის რომ 15 წლის წინ ოსკარი ძალიან მაგარი იყო და ეხლა დაბანძდა სპორტული გადაცემების ალბათ არა არა როგორ გეკადრება ბაჩო არა ბაჩო სპორტმა კი არა ოსკარმა ვაფშე სხვა პრინციპი ახლა ოსკარი გახდა ერთი მხრივ მეტად პოლიტიზირებული პოლიტიკური იყო მაგრამ მეტად პოლიტიზირებული განსაკუთრებით ტრამპის მერე ამას ემატება 4 წელი ქონდათ ეგეთი ამას ემატება გარკვეულწილად 2010-ზე ემთხვევა ის რაღაცა ლიბერალური კრიზისი შეიძლება ითქვას რა. არა 2010-ის მერე ფინანსური კრიზისი, მერე არაბული გაზაფხულები ისინი რაც ნიშნავს რომ ესე იგი ლიბერალური დემოკრატიის როგორც ესეთი ერთადერთი უნივერსალური სწორი გზის დასასრული იწყება 2010-დან. და ოსკარი ხო პრინციპში ქცევის პროტოკოლიც არის. აი გიჩვენებენ რომ ეს არის სწორი ფორმა, ესე ქცევა არის. ანუ ისინი არიან როლ მოდელები, სუპერგმირები. აი როგორც ძველ საბერძნეთში იყო ნახევრად ღმერთები რა. და ამ ნახევრად ღმერთებისადმი კარგავს ადამიანი, ესე იგი ინტერესს და ჩინეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ერთი მხრივ ამერიკა აღარ არის ესე იგი ერთადერთი მოთამაშე როგორც ამ როლური მოდელის და აი ოსკართან რა შუაში ეხება მაგაში რა რომ 2010-დან ძალიან ემთხვევა ეს და იმ საქციელს დაუბრუნდით რომელიც მან ჩაიდია ხო და ან უილ სმითის საქციელი თავისთავადი რომ გამოყო რთული არის მაგას საუბარი სწორად მოიქცა უილ სმითი თუ არ მოიქცა სწორად იმიტომ რომ მარტივად შეეძლო რომ გაეყვანა გვერდით და იქ მოხთარიყო ეს ყველაფერი იმიტომ რომ როდესაც შენ რამდენი ხო მაგრამ შეურაცხყოფა საჯარო იყო და პასუხიც საჯაროა კი მაშინ ნუ მოდი ეგრე ვთქვათ რა არა ხო იქნა გამომდინარე რომ ეს პირველად არ ყოფილა თქო ცოლზე გადაობები გაუტარა შარშან შეიძლება ყოფილიყო მაგალითად პირადი საუბრის და არა ცემის რომ ანუ კარჩე მე ეს არ მევასება ეს არ გამდის როგორც ჩვენთან არის ხო და ანუ რაღაც პრეცედენტი იარსებებდა რომ ანუ უილ სმითი ტრიგერდება ამაზე რა და ნუ უკვე მაშინ ძალიან უღირსი იქნებოდა კრის როკი რომ მის თვალწინ მის ცოლზე ეგრე ეღადაო მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს შოუ არის და შოუზე არც უსმენენ ალბათ რას ამბობენ და ყველა იცის უილ სმითის ამ ხურობაზე იცინის უბრალოდ როცა გადახედავს ცოლს და ცოლი რო არ იცინის ცოლის სახის დანახვისას ადის ამ ალიყურის გასართობად კრის როკის ამ ხურობაზე იცინეს
ხო. ო, ვილ სმიტაც გაიღიმა, მაგრამ მე ცოლ შეხედა. კი ბატონო. აი ამიტომ დადგეს რომ ამდენი ხანია ვლაპარაკობთ. ანუ უეჭველი გეუბნები. ეს არ არის არ არის სხვა. ავთენტური ემოცია მისი, არც რაღაც ის არ თulis საკუთარ თავს ღირსება შელახულად, რაღაც ცოლის ბზერა ალბათ ატრიგებს, არ ვიცი რა. ბაჭო, კიდე იცი რა მინდა, მაგის გარდა რამე იყო კიდე? ოსკარზე? ყურაცაღები. მაგ წელს აი ეხა. ხო და აი არავინ არაფერს არ მიიღებს. რატო არის მნიშვნელოვანი სიმბოლური აქტი და მე როგორც სიმბოლურ აქტს ისე განვიხილავ და არ როგორც რაღაც მორალურ განზომილებას არ ვაინჭებ ამას და რაღაც რამდენი რაინდულად მოიქცა თუ ქალვაჟურ სიყვარულისთვის და კარგი. ხო, აი რატომ არ. რაღაც სიტყვის თავისუფლების შელახვა მოხდა თუ რაღაც. აუ როდესაც უილ სმიტი აპადლესებს კრის როკს, ამის სიმბოლური დატვირთვა არის ორი. პირველი რომ ჩვენ სოციმედიების გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური. ჩვენ სოციმედიის ეპოქაში განსაკუთრებით ლიბერალურმა ბაბლებმა შეგვაჩვენეს იმას, რომ შეურაცხყოფას თუ გაყენებ მე Facebook-ზე, ცხოვრებაში ამაზე შენ პასუხი არ უნდა მომწონს. გოიმობაა, ხო. რაც ხდება Facebook-ში, რჩება Facebook-ში. ანუ ამ მოტოთი საზრდოობენ ესენ, ანუ როდესაც Facebook-ზე მიყენებულ შეურაცხყოფას ვიღაცა ან დაურეკავს ამ შეურაცხყოფას. ამაზე თელი სკანდალი ქონდა. ან წერს. ეგრევე ხდება ის, რომ აი ეს არის რაღაც შაუბნელი მენტალიტეტის ადამიანი, მოძალადე, ეს არის სიტყვის თავისუფლების გმობა, ეს არის მოთხოვნა იმისა, რომ შეურაცხყოფის თავისუფლება მე უნდა გამაჩნდეს. და რეალურ ცხოვრებაში ამის ექოს მე ამის ექო არ უნდა მესმოდეს. როდესაც უილ სმიტი კრის როკს აპადლესებს, ეს არის სიმბოლური აქტი იმისა, რომ ყველაფერი არ არის გატარებადი. მაშინაც კი არ არის გატარებადი, როდესაც მილიონობით მაყურებელი გიტარებს, როდესაც კრის როკი ხარ, როდესაც კოდაკის თეატრზე დგა ხარ და მთელი ჰოლივუდი არის შენსი. ანუ მაშინაც არ არის გატარებადი. როდესაც შენ ღირსების შეურაცხყოფელ ხუმრობას იყენებ. ხო და მე მაგას ვამბობდი, ბაჭო, ამდენი ხანი ეგ ვილაპარაკე, რომ აღარ არიან როლური მოდელები ესენი თქო. როლ მოდელები აღარ არიან. როლური მოდელები. არა, შენ ამბობ, რომ უილ სმიტი ესე იგი ამხელა გარკვეულ სოციალურ პრაქტიკას, ხო? თავის ახალ მესეჯ ბოქს თავაზობს, ანუ იმდენად სმიტი არ თავაზობს მაგ მესეჯ ბოქს. დამამთავრებინე მეც, არა, დამამთავრებინე ერთი წუთი კაჭე. არა, იმაში მეწინააღმდეგე რაც არ მithქვია და მაგიტო გეუბნები. ბაჭო, შენ ამბობ, რომ არის სიმბოლური აქტიო, ამხელაო და მე ვამბობ, რომ შეგვიძლია გადავთანხმოთ სიმბოლურ აქტად. უილ სმიტმა გააკეთა სიმბოლური აქტის კი არ ვამბობ. უილ სმიტმა რაც გააკეთა, იყო დებილი ნაბიჯი ჩემი. და დამაცადე, არ აქვს მნიშვნელობა რა გააკეთა, ხაზო, დავამთავრები და მე რა არ ხო თბილა. არა, ასლაი რო წაგო, ეხლა რა შუაშია, არა ხარ სწორი და არ გეთანხმები. იმიტომ რომ როლ მოდელები აღარ არიან. მე არ ვამბობ როლ მოდელია. როგორ არა უკვე აკეთებ დასკვნას, რომ რადგან უილ სმიტმა ეს გააკეთა, ტიპმა გადატეხა უილ სმიტ ხო და ანუ უყურე მაშინ მოსმენა ისწავლა. ამ აქტმა მაშინ. უილ სმიტმა არ გადატეხა. არა. რომელიც უილ სმიტმა ჩაიდინა. აბა რამ, აი შენ თქვი. ანუ თუ კრის როკს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ვულგარულად იხუმროს ვიღაცისთვის ღირსება შემლახველი კომენტარი გააკეთოს, იმიტომ რომ პასუხი გაეცემა. მილიონობით აუდიტორიის წინაშე ისეთი ტიპისგან თან, როგორც უილ სმიტი არის, ისეთი პოლიტკორექტული, ისეთი კეთილი იმიჯის მქონე ტიპისგან, როგორც უილ სმიტი არის, პადლეთს მიიღებს. მაშინ ნებისმიერ ინტერნეტის ძველ დაბა მე რა ვთქვი. არ უნდა კონდეს მე მგონი გავზიარებ. რომ მეც გამიტარებ. როცა დამთავრდება, მე არა, ერთი წამი მაინტერესებს. აბა მე რა ვთქვი. აი ამას უფრო უყურებენ ბიჭო. არა, გავზიარებ და გარდატეხმა შენ ბიჭო როგორ რაღაცას ამბობ, ის დაჟე უილ სმიტი ურტყავს და ჩვენ რო დავარტყად რა მოხდებოდა? გეუბნები აღარ არიან ეგეთი რომ მოდელები. კაი, შენ თუ შენ თავს და უილ სმიტს ერთ სიფტყეზე აყენებ, უილ სმიტის პადლეთს მნიშვნელობა. პროსტა იმას ვამბობ, რომ მაგ მნიშვნელობის აღარ არიან მეთქი და მაგიტომაც დაიკლო ყურებადო. არა, მნიშვნელობის აქტი არის. კაი. ჩემი ბრალია, როცა შენ წაგაგებიდი რა, იმიტომ რომ არა, შალვა, ვაფშე არა. ამით რევენჯი გააკეთა. აუ, რა ცუდი ფსიქოანალიზია. წაიღე 10 წუთი ძირბას საერთო დროის. კარგი, მაგას თავიდანვე და არის ფსიქოანალიზია, მაგრამ რა ფილმია? კოდა. კაი ფილმია? ნუ ისეთ კაი სენტიმენტალური ფილმია. მეორე სიმბოლური დატვირთვა რაც აქვს და ეგ ჩემს უფრო საყვარელი სიმბოლური დატვირთვა არის. რომ რეალურად მთელი ოსკარების განხილვა მიდის ამ პადლეტზე. ყველა ლაპარაკობს პადლეტზე. იმიტომ რომ სხვა არაფერი არ ლაპარაკობს ფილმებზე. არა. რომ არ ყოფილიყო პადლეტი. არავინ არ ილაპარაკებდა. რომ არ ყოფილიყო დასავლური მედია ელაპარაკებდა სხვა რაღაცაზე. დასავლური მედია ელაპარაკებდა რომ პირველად ოსკარის ისტორიაში ყრუმ მუნჯმა მსახიობმა მიიღო ოსკარი მეორე ხარისხოვანი კაცის როლისთვის და ეს არის უდიდესი პროგრესი, რომელიც კვლავ
სად განხორციელდა ლიბერალურ მექაში, რაც არის ჰოლივუდი. იტყოდა რომ დღეს არის ისტორიული საღამო, იმიტომ რომ პირველმა თვითაღიარებულმა queer შავკანიანმა ქალმა მიიღო ოსკარი მეორეხარისხოვანი ქალის როლისთვის. ხო? არა, queer-ი არის უფრო კომპლექსური სექსუალობის მქონე. ბევრი სექსუალობა აქვს. არა. პირველად მიიღო ასეთი იდენტობის მატარებელმა შეზღუდვა ოსკარი. ესეთი რა. აგრეთვე დასავლურ მედიაში ხაზს გაუსვამდნენ იმას, რომ ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც ქალი რეჟისორი იგებს და ბოლო 2 წლის განმავლობაში მეორე შემთხვევა, როდესაც ქალი რეჟისორი იგებს და ანუ ეს არის ანუ დღეს ლიბერალურ დემოკრატია, თანასწორობა, თანასწორი უფლებები ყველასთვის და უდიდესი პროგრესი დაფიქსირდა ოსკარის ცერემონიალზე, იმიტომ რომ ესეთი სამი აქამდე ერთი იშვიათი და ორი არნახული ხო, მაგრამ ეგ ხელოვნურად მოტანილი იქნება. უსმის პადლეცმა გაარტყა ამათაც პადლეცს. ლიბერალურ მედიას და აქტორებს უკვე აღარ შეეძლოთ რომ ელაპარაკათ ამაზე. ყველა ლაპარაკობდა პადლეცზე. რომელმაც თავის რეიტინგი უსმის და ვიზამართულად კი არ ხდა ეს ყველაფერი. ანუ სიმბოლურად გამოვიდა რომ ეგრეა. მე ძალიან მომეწონა, მე გლეხურად ვიტყვი, მე ძალიან მომწონს ფილმი ჯუნა. ნო, მე არ მომწონს. და მე მომწონს ძალიან, შენ ნახე? და მე მომწონს, რომ აი ის ოსკარები, რომელსაც მე ვაფასებდა, ნაკლებად პოლიტიზებულია, სპეცეფექტებზე, საუნდ ეფექტებზე, მხატვრობაზე, წაიღო ჯუნამ და მე ეს მომეწონა. და იცი რომ ყველა ეგ ნომინაცია, ტექნიკური ნომინაციები, მაშინ გაიცა, როდესაც წითელ ხალიჩაზე იყვნენ ვარსკვლავები და ტრანსლაცია არ იყო. რატო? აი ეგეთი ფორმატი იმას ქონდა, დიდი აღარ იყოს შოუ. მანამდე 4 საათ, 5 საათ გრძელდებოდა რა. ზელენსკის ჩართვაზეც უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად. ზელენსკის ჩართვაზე უარს ხოს და ეგ სხვა შორის კიდე ერთხელ ხაზს უსვამს ჰიპოკრიტულობას და სითამამის არარსებობას ჰოლივუდში, იმიტომ რომ მაგალითად საკუთარ პრეზიდენტზე, რასაც აკეთებდნენ ოსკარის ცერემონიალის დროს, როგორც ლანძღავდნენ, როგორც არა, ლანძღავდნენ არ ქვია. ეგ ხო მოსული იყო. ხო. და ზელენსკის ჩართვა რატო არ იყო მოსული? მე შონპენი გამოვიდა და გააპროტესტა. გადავადნობა ჩემს გარსა თუ არ ჩართავდა ზელენსკის. ხო, ეგ შონპენი ფიგურაა. საერთოდ გადნობილი აქ ახლა. არა. არა. შეიძლება მადონა აჩუქა ის თავის დროს. ხო, მაგრამ მანდაც ვერ ქნეს, ხო ხვდები? ის კი ანუ იმაში რა ქვია, სამადლობელო სიტყვებში არავის არ უხსენებია უკრაინა. მარტო იყო დასკის წუთიერ დუმილი. და მორჩა. მან დავთავრდა. ხო, ნუ ვაინშტაინის შემდეგ ამერიკული კინო ჩემთვის ახლა დამთავრდაო ვერ ვიცი, მაგრამ ეგ არ ხვა. არა, ნუ ახლა ვაინშტაინი აკეთებდა მაგარ ფილმებს. კაბიკებად აკეთებდა გენიალურ ფილმებს. ეგ მიმართულება დაიხურა სამწუხაროდ. კარი რამე შემცვლელი მირამაქსი მოკვდა ვაინშტაინის არის A24 რომელიც ცდილობს თვითონ პრინციპი ვერ გავიგე მე ამ მითუ ჰარასმენტის ტალღის დღემდე იყო. არის კიდე მე მგონი აღარ არის. კი, როგორ არ არის, ისეთი არ არის, ესეც სიმძაფრე. უფრო მძაფრიც არის. მითუ გადაიზარდა cancel culture-ში. cancel culture. იქ ბევრად უარესია. მითუ იყო მაგის, ესე იგი შეიძლება ითქვას ინტელექტუალური წინაპარი. და ეგ ძალიან პრობლემურია, ზედმეტად პრობლემურია, სრულად არამეცნიერულია და თვითონ მითუც ხო დაფუძნებული იმაზე იყო, რომ ესე იგი შენ ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე უბრალოდ მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი რო ხარ, შეგიძლია თქვა ვიღაცაზე რაღაც და всё, ის დაკენსელდება. იმიტომ რომ არის თეთრი ჰეტეროქრისტიანი რა. სწორად დაკენსელდა რა. ვაინშტაინზე არ მომფ, აი მაგალითად უდი ალენი. ბოლოსკენ მივდივარ და კიდე ერთი გაფრთხილება მინდა რომ გავუკეთო ნაცებს უცხო სიტყვებს უიყენებენ გაუშვათ აბა ერთი ეს. ეთერი მაქვს, გავთიშავე ხა და გაუშვათ. დავია 2 აპრილს სადაც უნდა მოვიდეს და საზოგადოება დააფიქსიროს და ჩვენ ყველას გვეცოდინება და სიგნალი იქნება ხელისუფლებისთვის სიგნალი იქნება მათ შორის 2 აპრილს ისინი მოახერხებენ კიდევ ერთხელ მოისყიდიან დააშინებენ საზოგადოებას გაემარჯვებენ იგივეს გააგრძელებენ ხალხო და ჩვენი გადასაწყვეტი აი ხო აი ლაკმუსის ფურცელივით იქნება ეს 2 აპრილის არჩევნები ბათუმში ლაკმუსის ფურცელი ეს კაია ლაკმუსის ფაქსი ხო მინდა მოუწოდო ტელევიზიებს ნას ტელევიზიებს რომ მარტივად გლაპარაკეთ, არიცით თქვენ რეამინაცია და რეანიმაცია გეშლებათ, ნოვიაფონი და საქსაფონი გეშლებათ ერთმანეთსგან,
ამიტომ მარტივად ილაპარაკეთ, იმიტომ რომ როცა ლაპარაკობ თულად უშვებთ შეცდომებს. ხო? ასე არ არის? რთულად არა, როცა გინდა რაღაც ინტელექტუალურად თქვა, ელფერი შეძინო, მაშინ ერხევათ. ხო, მოდი კალბატონი ეკაც არ დავივიწყოთ. ეკა? კაპიტანი ეკა თუ რომელი? კალბატონი ეკა ბესელი. ცნობილი განცხადებების გამო თითქმის ყველგან მესმის ეს კითხვა, რომ თქვენი ხელისუფლების პოზიცია არის ესეთი აშკარად პრორუსული განწყობების მატარებელი, თუ მართლა ეს არის რაღაცა, ესე ვთქვათ, შიშისა თუ სიფრთხილის ფაქტორის გამომხატველი, იმიტომ რომ გაუგებარია ჩვენთვის, რომ როდესაც საქართველოს ევროკავშირში ეს კითხვა ესმის და მე მინდა მარტივი შეკითხვა დაუსვა ქალბატონ ეკას რა ენაზე ესმის ეს შეკითხვა. რუსულად. რუსულად არა, რუსული რა შუაშია, რუსეთთან არა. ინგლისური გვახსოვს მე მგონი ქალბატონ ეკას, ხო? არა, ნუ მე უბრალოდ მინდა ეს შეკითხვა დავსვა, იმიტომ რომ აუცილებელია ამ შეკითხვას, ეს არის საკრალური შეკითხვა რა. აი, გავუშვით შეიძლება. For the Georgian government is protection of human rights. The judiciary is now free. judiciary კი ბატონო. ხო და ის არის რა ქვია. საინტერესოა რა, უბრალოდ საინტერესოა. მეორე მხრივ მაგარ რაღაცას ამბობს კიდევ ერთ ვიდეოში, რომ სანამ მე ვიყავიო იქო რუსეთთან დაახლოებას და რუსეთზე კარგის თქმას ვერანუ ვერ მედავდავდა. კეკა ძალიან კარგად მახსოვს მე, ეგ მიმართულება საერთოდ არ ქონდა. ანტირუსული მიმართულება გახსოვს ეკა ბესელია შემოქმედებაში? არ ვიცი. მრავლის თქმელი პასუხი იყო სხვა. არ ვიცი. ეკა ბესელია შემოქმედებაში მახსოვს. ეკა ბესელია შემოქმედება იცი ვაფშე? ხო. არა, არ ვიცი. ეკა ბესელია შემოქმედებაში ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო ფოტოგრაფების საჯარო დაცვა, იმიტომ მაშინ მაგრაიომა და მეომარი ქალი იყო ისეთი, მაგრამ ნუ ეხა ეს ჩვენ და სამწუხაროდ ხო, ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო კაცი მიშა შეყვარებული. ბარამზე? რა თქმა უნდა. გავუშვით? დება მიხეილ სააკაშვილის უკრაინას, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის კალიბრის და წონის არც ერთ ადამიანს არ ქონია ის ზუსტი დასკვნები და წინასწარმეტყველება როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ისე უკრაინასთან მიმართებაში, რო იტყვიან ისე აგუხდეს ყველაფერი კარგი, როგორც მიშამ ეს ყველაფერი წინასწარმეტყველა და ამას დიდი ხნით ადრე მე აქ ერთი პატარა შენიშვნა მაქვს. თუ შეიძლება ეს ფოტო გავუშვით რა, ეს სტოპ კადრი. ბარამის მტკიცებით არის ზურგში და დაგეგმარებაში იღებს მონაწილეობას და ანის კამერა რაღაც სამხედროდ არის აღჭურვილი. არა, ეგ ადრინდელი განცხადება იმის მერე გადავიდა უკვე ფრონტზე. ფრონტზე კი, ბექ ოფისიდან გამოვიდა და დაიწყო უკვე სამომარმოქმედო. და რუსეთმაც უკან დაიხო. ხო, მაგრამ რეალურად თუ ბარამიძის ნათქვამი ჩვენ სერიოზულად მივიღოთ და დავიჯეროთ, რომ მიშამ ყველაფერი განჭვრიტა იწინასწარმეტყველა, მაშინ გამოდის, რომ ჩამოასწრო ესე გამოექცა იქაურობა. ძალიან საინტერესო პრინციპი თავისი პირით ამბობს მაგას, რომ მიშამ განჭვრიტა ყველაფერი და გამოექცა. თეადეში. იმ მომენტიდან ვეღარ მოусმინე, რომ ამბობდა მიშას კალიბრის და წონის, იმიტომ რომ მეგონა რომ იტყოდა რა მიშას კალიბრის წონის ტესტიკული არა, გარავის რაღაც ეგეთი და ვეღარ გავყევი მე რა საყვარელია ადეიშვილის ჟურნალისტი. ულად არის ეს ხელისუფლება ივანიშვილი პუტინთან მოლაპარაკების გამო აკეთებს იმას, რაც შეუძლია. ეხლა ის რომ ევროსაბჭოში რუსეთის გარიცხვის ხარი დაუჭირა და გაეროში რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას, ეს არის ღვაში წვეთი. რეალურად ეს ისედაც მოხდებოდა, ხელით რომ არ მოეწერათ. რა მოხდებოდა ისედაც? ან ვისაც გარიცხავდა და სანქციები რო არ დავაწეს, ანუ სანქციები რო არ დავაწესეთ იგივე ლოგიკით, მაშინ ისედაც ხო დაუწესებდნენ სანქციებს. ხო, ანუ ეგ რა ლოგიკაა? რა არის? ანუ ჩვენ არა, ნუ საერთოდ გაუგებარია რა. აი როგორც უნდა. აი მოდი ეგრე ვთქვათ რა. და არა არგუმენტსაც ვერ პოულობ რა, რას იგიჟე თქვა ეხლა? ხო, ანუ იგივე წარმატებით და იგივე ლოგიკით სანქციები რო არ დაუწესეთ, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ იგი მაინც დაუწესებდნენ.
ჩვენ რომ და ზღვაში ხმა მივეცეთ იქნებოდა. ევროსაბჭოდან გარეთ ზღვაში და აქ დავიწყათ კიდე ეს იყო მე მგონი იაპონიის ინიციატივა ჰააგის ტრიბუნალში ჩივილისა რომელიც ჩვენ ავიტაცეთ ასევე. ხო, რა უნდა გაგვეკეთებინა? არა, რა პრობლემაა, კაცო რა. რობერტ რომცარ დაგვეჭირა მაინც მოხდებოდა. ჩარტერი უნდა გაგვეშვა, ესე იგი ჩარტერით უნდა გაგვეშვა მებრძოლებით ავსეთვით ვინაოი. ამას დამატებული. ხო, მეც მაგას ფიქრობ, რომ უბრალოდ ლიდერშიპმა და პოლიტიკურმა მოხელეებმა ბილწიტყვაობა უნდა დაიწყოს პუტინის მიმართულებით. დაიწყონ პუტინის მიმართულებით და ეგ სურვილი აქვთ. ხო, არა. არ იხსნება პროსტა, იმიტომ რომ იმას არ ამბობენ, აი რა უნდა ქნან. კაი, არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, თვითონ რო ყოფილიყო ხელისუფლებაში, რას გააკეთებდნენ? მე ვნახე დავით ზურაბიშვილის ტექსტი. ერთადერთი ტექსტი იყო მე მგონი ამ ფსევდოლიბერალური თუ ლიბერალური დემოკრატიის ესე იგი ბაბლიდან სადაც ესე იგი კრიტიკას აფირმაციაც მოყვებოდა ანუ რა უნდა გაეკეთებინა და ის ამბობდა რომ პრემიერ-მინისტრი უნდა ჩასულიყო იქო და ვინ ჩავიდა არა მაგას არა რომელი ის ჩავიდა თქო მაღალჩინო რომელი ქვეყნებიდან ჩამოთვალოთ ხო მოსაზრე ქვეყნებიდან ჩავიდა. კი ბატონო. სხვა გადავიდნენ იმით, რა ქვია. კიევში? არა, იქ ეწერა კიევში უნდა ჩასულიყო. კალაძეს კლიჩკოსთან ერთად უნდა ესეირნაო. არ ვიცი, კიევში ერთად ღარიბაშვილი კიევში უნდა ყოფილიყო და აი ეგეთი sci-fi სცენარი გააკეთა. არა, მოდი ეგრე ვთქვათ რა. ეხა ერთადერთი იყო ალბათ დანარჩენი ხურდავდება ყველა და იწდება იქამდე რომ აი უნდა აგინო. უნდა გამოვიდეს, არ ვიცი, ირაკლი ყობახიძე და დაიწყოს გინება. ამას თხოვენ რა. ირაკლი ღარიბაში. სხვათა შორის ესა ეს გინება რო ჭრის და წევა. მებებია ილიკო და ილარიონში წაიღო რა რაც მე ჰიტლერის წევლიო ფილში რომ ოდ გულწრფელად უგვიმდათ რა ესე იგი გურულები кайხახი ნაცარს კეკავდნენ და იაპონიას რაშობა მე იაპონია ეუბნება რომ დამდგარ სტალინგრადთან და რაღაც კარგად არჩევენ და იაპონია მაგის ციტია იაპონია ერთი რაც ზევით არის ოსამი იმდენი მიწაშიო და ანუ საკაიფოდ გურულად კარგად არჩევენ გურულები ეგეთი ხალხი ვართ და მაგრეუნება ბებია რა რომ ოლღა ბებია რომ რაც მე ჰიტლერის წევლა ევასე ეს რა თქმა უნდა ხუმრობთ კარგად ბრძანდებოდეს მეგობრებო ხვალ კიდე შეხვდებით ერთმანეთს და მე უკვე ერთი კვირა მომავალ კვირამდე დავიშვა ხვალამდე